იხარეთ და იბედნიერეთ ყველა პლანეტასთან ერთად. ეს ის ნაცნობი სიტყვებია, რომელსაც დამწყები მსახიობი ყველაზე ხშირად იყენებს. ტამანგო ჟღერია, ასე ქვია პოზიტიურ და მხიარულ ბიჭს გალიდან. რატომ მაინც და მაინც ტამანგო? ისტორია ისეთივე საინტერესოა, როგორც მისი სახელი. მე მქია ტანგულიდან ჩემშულ დავარქვი ტამანგო. ყველას ქვია ირაკლი, ზაზა, ისა და ეს არის უსნო უფრო საყვარელი სახელი მაშინ და მე დავარქვი ამას ტამანგო. პატარაობაში ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. მაგრამ როდესაც ცოტა წამოვიზარდე, მივხვდი რომ მე რეალურად არ მინდოდა რომ ფეხბურთელი გამოსულიყავი. და მსახიობობაზე ოცნება დავიწყე დაახლოებით 15 წლის ასაკიდან, როდესაც მომიწია ბანაკებში წასვლა, იქ ყოველ საღამოს იგმეოდა სხვადასხვა ღონისძიებები, ხან პოეზიის საღამო ტარდებოდა, ხან კავენს თამაშობდით, ხან პატარა სპექტაკლი იყო და ამ ყველაფერში ვიღებდი მე მონაწილეობას. ტამანგო ბავშვობიდანვე იყო ისეთი პოზიტიური ბიჭი, ეთყობოდა რომ ამ სფეროს, თეატრალურ სფეროს გაყვებოდა, დაინტერესებული იყო. ყველგან მონაწილეობას ღებულობდა სკოლაში რო იყო, მერე დასასვენებლად რომ მიყვავდა და რაღაცა ღონისძიებები რო ტარდებოდა, ტამანგო იყო ძალიან აქტიური ყველგან. აფხაზეთის მთავრობამ წაიყვანა საბერძნეთში დასასვენებლად 21 დღე იყო საბერძნეთში. იმდენი სურათები ჩამოიტანა იქიდან, იმდენი მეგობრები გაიცნო ძალიან ბევრი სხვადასხვა ქვეყნიდან და რა ვიცი, ასეთი მხიარული ბიჭი მყავს. ამ სურათში იყო 2 წლის. ტამანგოს ქალთა დღეს 8 მარტს 19 წელი უსრულდება. ფიქრობს, რომ დედისათვის ამაზე უკეთესი საჩუქრის გაკეთება წარმოუდგენელი იქნებოდა. ყურადღების ცენტრში ყოფნა და სცენაზე თამაში ბავშვობიდანვე ხიბლავდა. ამ სურვილმა გადააწყვეტინა ახალგაზრდა ყმაწვილს თეატრალურ სტუდია პიეროში კასტინგზე მისვლა, რომელიც წარმატებით გაიარა. ეხლა ჩვენ ვიყოფებით თეატრალურ სტუდია პიეროში, სადაც მიმდინარეობს რეპეტიციები. რეპეტიციის დაწყებამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო. გამარჯობა ბავშვებო! როგორ ხართ? ჯინჯო! გამარჯობა მაგიოსებო! როგორ ხო ხარ, კარგად. ჯერ ყველა არ მოსულა, ხო? ხატია. გვაკლია. გვაკლია, ხო ჯერ ნუ არავინ არ მოსულა ჯერ, მაგრამ მალე დაიწყება რეპეტიცია. ცოტათი მაინც თუ აქ მოზარდს რაღაცა უნარები სამსახიობო არის პიეროელი, მაგრამ დამატებით კიდევ ცოტათი ბუნებით უნდა იყოს პიეროელი. ეს ნიშნავს ალბათ ცოტათი მეოცნებას, ცოტათი ეს ფანტაზიურს, რაც ტამანგოს შემთხვევაში ალბათ 100%-ით არის. ტამანგო იმ ადამიანებს შორის, ვისაც კი ვიცნობ, არის ყველაზე პოზიტიური და მხიარული ადამიანი. შეიძლება დიდი ხანი არ ვიცნობ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ტამანგოზე ცუდი არაფერი არ მახსენდება. ძალიან ზდილობიანი, საყვარელი და მხიარული ადამიანია. დამწყები მსახიობი 2017 წლის ნიჭიერის ერთ-ერთი მონაწილე გახლავთ. მის მიერ შესრულებულმა ფეხების სახალისო თეატრალურმა დადგმამ დარბაზი მაშინვე აიყოლია და ჟიურის მხრიდან 4 კიც დაიმსახურა. ყველაფერი ხელს გიწყობს ჩემი აზრით. პოზიტიური ენერგეტიკა გაქვს, თან ძლიერი საკმაოდ, გარეგნობა ძალიან კარგი. ნუ ფსევდონიმზე ვიფიქრებდი დიდი მსახიობი რო გახდები. თავისუფალი დრო თითქმის არ აქვს, თუმცა ცდილობს ყურადღება ყველა საქმეზე თანაბრად გაანაწილოს. მუშაობს რუსთავიორში ქლამფერად, წერს ლექსებს, იღებს სახალისო ვიდეოებს. მონაწილეობა აქვს მიღებული რუსთავიორის კიდევ ერთ პროექტ გააცნია და მოიგეში, სადაც მან ჟიურის წევრებიც გააცნა და თანხაც მოიგო. არის აქტიური და კომუნიკაბელური. სწორედ ამიტომ აიყვანეს ბავშვთა გასართობ ცენტრ ნევერლენდში ანიმატორად. ტამანგოზე რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ არის ძალიან პოზიტიური ადამიანი, შრომის მოყვარე, ძალიან მაბრაზებს, ყოველ ჯერზე აქვს რეპეტიცია, ყოველ ჯერზე აქვს სადღაც გადაღება, სამსახურს ხშირად აცდენს. თუმცა მისი პოზიტივი და მისი ეს კარგი დამოკიდებულება ჩვენი თანამშრომლის მიმართ აბათილებს იმ გაბრაზებას. დამწყებ მსახიობს მეგობრები დადებითად აფასებენ. Facebook-ში დაახლოებით 5000-მდე მეგობრის გახალისებას თავისი სიმბოლური სმაილებით ადვილად ახერხებს. მისი ლექსები და ვიდეოები დიდი პოპულარულობით სარგებლობს. ცხოვრებაშიც ყოველთვის ცდილობს ადამიანები გაამხიარულოს და პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს.
ტამანგო ეს არის ადამიანი, რომელსაც სიყვარულის სუნი ასდის სულ. ტამანგო გავიცანი, როდესაც მოვიდა თეატრალურ სტუდია პიეროში. თავიდანვე ძალიან კარგი ადამიანის დაბიჭდილება დატოვა, მხიარული, პოზიტიური, კეთილი. თუ შეგიძლია განვიმარტო ექსკლუზიურად ჩემს სიუჟეტში შენი სმაილები. აი ამ სმაილებით მე ადამიანს ამ სმაილებს ვწერ, რაღაცას ვეუბნები და ვუსურვებ. პირველი სმაილი არის 2 წერტილი და 3-იანი რა. აი ტუჩები აქ რაღაც ესე აქტუჩები, ვერ ვაკეთებ მაგტუჩებს და აი ამით ვუსურვებ ადამიანს, რომ ადამიანს ყოველთვის უყუროს ბედნიერად და მომღიმარის სახით. მომდევნო სმაილი არის სიცილი. ვუსურვებ, რომ სულ იცინოს, იმხიარულოს, სხვისი ცხოვრება გაამხიარულოს. ამ სმაილის შემდეგ მოდის გული. გული ნიშნავს იმას, რომ უყვარდეს ყოველთვის. ტამანგო თვლის, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ ახლა იწყება. მისი მიზანია მოხვდეს შოთა რუსთაველის თეატრალურ უნივერსიტეტში, გეგმავს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მიღებას. მიზანს გახდეს დიდი მსახიობი, ცდილობს ნელ-ნელა მიაღწიოს. მანამდე კი ყველას გვისურვებს. იხარეთ და იმედიერებთ ყველა პლანეტასთან ერთად.